მეგობარი, მე კიდევ უფრო მეტად ღრმად გამოვიკვლიე ეს საკითხი. და ერთ იმას მივაგენი კიდევ, ანუ რაზეც მე ვსაუბრობ იმის დადასტურებას. მაცხოვართან, იესო ქრისტესთან არსად არ არის ერთ პერსონალურ ურჯულოების კაცზე ლაპარაკი. ხო ხსენი ეს მე არც იოანე ღვთისმეტყველთან, არც დანიელთან, ანუ ისინი არის ისინი ჩამოთვალე, ვინც ლაპარაკობს ბოლო ჟამზე. პავლე მოციქულთან თითქოს ჩანს, რომ ერთ პერსონაჟზე ლაპარაკობს. და ასეთი აზრით შეიძლება ვთქვა დავუშვათ, იესო ქრისტე და იოანე ღვთისმეტყველი პროცესს აღწერენ და შეიძლება პავლე მოციქული კულმინაციურ პერიოდს აღწერს. შეიძლება ესეც იყოს, ესეც ჩავთვალოთ. მაგრამ ჯერ ერთი იოანესა მაცხოვარი ძე ღვთისა უფრო იტყოდა ამას ყველაზე მეტად პერსონალური რო ყოფილიყო ანტიქრისტე. მაგრამ თუ ცოტა სიღრმით შევხედავთ, აი პავლე მოციქულის სიტყვებს ის არ ეწინააღმდეგება ამ იმას. რატომ იცით, როგორც კი ტაძარში დაჯდება, ხო წერია თესალონიკეთა მიმართ ეპისტოლეში, როგორც კი ტაძრის მნიშვნელობას სწორად დავინახავთ, ეგრევე მივხვდებით, რომ პავლე მოციქული არ ლაპარაკობს ერთ პერსონალურ ადამიანზე. ტაძარი ეს არის ადამიანის შინაგანი სამყარო, ქრისტიანის შინაგანი სამყარო. გული ადამიანისა. ტაძარი ეს არის ადამიანის სულში წმინდათა წმინდა ადგილი, სადაც ღმერთი უნდა სუფევდეს, მაგრამ როგორც კი ურჯულოების კაცი, ანუ წარწმედის ძე დაჯდება, აი ამ ადგილს დაიკავებს ადამიანის სულში, სადაც ღმერთისადმი ლიტურგია უნდა აღესრულებოდეს და სინამდვილეში ადამიანი მას ანაცვლებს აი სიცრუით და იმ არასწორი შეხედულებით, რამასაც ჭეშმარიტება, ანუ სიცრუეს მიიჩნევს ჭეშმარიტებად. აი მაშინ ჯდება ადამიანში წარწმედის ძე, ურჯულოების კაცი, ანუ ტაძარში. აი ამ სიტყვის მნიშვნელობას ამაზეა მთელი ის აგებული. ეს არ ესმით სწორად. ტაძარი პირდაპირ გაგებით გონიათ ეკლესია, ასე ვთქვა, უпроსტად შენობა რა, მაგრამ პირდაპირ გაგებით თუ მივყვებით მაგ ლოგიკას, მაშინ იერუსალიმის ტაძარში კი არა, იმიტომ იერუსალიმის ტაძარი რომც აშენდეს, მესამე ტაძარი ჯერთი არ აშენდება. მაგი არ უწერიათ რაბინებს იქ თავის ღვთისმეტყველებაში. ზეციდან გადმოვაო, იქ წერია და ეთანხმება გამოცხადების 22 თავს. ხო, ესე იგი, რომც აშენდეს, ის არ არის ღვთის ტაძარი, იმიტომ რომ ძველი აღთქმის ეკლესიამ ფუნქცია დაკარგა, როგორც კი ახალი აღთქმის ეპოქაში გადავედით. და შესაბამისად უკვე ახალი აღთქმის ეპოქის ეკლესია ეს არის უკვე ქრისტიანული ტაძარი. მაშინ პირდაპირ ბუკვალური გაგებით თუ გავიგებთ ამ სიტყვებს, მაშინ ეკლესია უნდა ვიგულისხმოთ. რომელიმე, რა ვიცი, ზოგმა შეიძლება მართლმადიდებლური ჩათვალოს, ზოგმა კათოლიკური, ზოგმა პროტესტანტული, რომელსაც თვითონ მიიჩნევს ჭეშმარიტებად. ხედავთ, ანუ აქ ბუკვალური გაგება არ არის და ზუსტად ეს არის ერთგვარი დაბრკოლების ქვა, რომ ტაძრის მნიშვნელობა არ იციან და ჩვენ პავლე მოციქულის სხვა სიტყვებიდან ვხედავთ, რომ ტაძარში ქრისტიანს გულისხმობს. სულიწმინდის ტაძარნი ხართ თქვენ. ტაძარი ღვთისა, კიდე არის ერთი ადგილი. არ შეურაცხყოფთ, რომელიც არის თქვენში, აი ესეთი სიტყვები პავლე მოციქულისა.